ქართული პარტია დამფუძნებელთა ერთმა ნაწილმა ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, კახა მიქიამ და ლევან ჩიკვაიძემ დატოვეს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ქართული პარტიის გადაწყვეტილებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ერთიანობის კურსს. ქართულ პარტიაში ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია პრესით დიდი ხანია ვრცელდება. პირველი განხეთქილება პარტიაში კოკა გუნცაძესა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის მოხდა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან გუნცაძის გარიცხვას ლიდერები კატეგორიულად უარყოფდნენ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ განხეთქილება ლევან გაჩეჩილაძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შორისაც დაიწყო. დაპირისპირება პარიზელ ლიდერსა და საქართველოში დარჩენილებს შორის ფინანსურ მხარეს უკავშირდება. ექს-თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ უზნაძეზე მდებარე ოფისში თანხები არასწორად ნაწილდება, მისი დიდი ნაწილი კი კონკრეტული პირების ჯიბეებისკენ მიედინება. დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად ქართული პრესა ბოლო პერიოდში ოქრუაშვილის რუსულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებსაც ასახელებს. იბრძოლონ ბოლომდე.